მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს არ უნდა ვითამაშოთ, უნდა ვუყუროთ საშიში ვიდეოს. ეს, YouTube-ში არასდროს არ დამიდია ესეთ რამე, საშიში ვიდეო რომ მეყურებინა. და ამიტომაც ხა გადავიღებ. მოკლედ, ალბათ იცის რა უნდა ქნათ, გამომიწეროთ რა თქმა უნდა. და რა ვიცი, რაღა დაგვრჩენია დავიწყოთ. არა ეს აშუაშია ქნა დავიწყოთ. საერთო ჯამში მისი ზომა 38 მილიონ კვადრატულ მეტრს აღემატება. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამდენი ამოცნული რამ შეიძლება ხდებოდეს ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანს ფეხი არასდროს დაუდგავს. ამიტომაც სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ადგილებში ბინადრობდნენ ისეთი არსებები, რომლებიც კაცობრიობას არასდროს შეხვედრიდნენ. მაგრამ იშვიათ შემთხვევებში ადამიანებს სრულებით შემთხვევით უნახავთ შემზარავი არსებები, რომლებიც მეცნიერებისთვის დღემდე ცნობილი არ არის. და ისინი მხოლოდ ლეგენდებში არსებობენ. მეტსაც ვიტყვით, ზოგიერთმა მათგანმა ყველაფრის ფოტოზე დაფიქსირება შეძლო. დღეს სავსეა მოუხსნელი მოვლენებით, ამიტომაც დაიჯეროთ თუ არა ვიდეოში ნაჩვენებ კადრებს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ასე რომ მოემზადეთ, რადგან წინ საინტერესო ვიდეო გველოდებათ. მაგრამ სანამ დავიწყებთ, შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ არხი და გააქტიუროთ ზარისხილი. ასე თქვენ აღარ გამოგრჩევათ მორიგი საინტერესო ვიდეოები. კაი, დავიწყოთ რა ვიცი. Come on, dude. ეს კადრი ერთ-ერთი ამოუხსნელი ვიდეოა, რომელიც ინტერნეტში დიდი ხანია რაც განთავსებულია, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანს თუ აქვს ანახი. მამაკაცმა სახელად მაიკლმა გვიან ღამით დააფიქსირა არსება, რომელმაც ხეებს შორის გაიარა. ეს ტყე პირდაპირ მამაკაცის სახლის უკანაა, ამიტომაც გადაწყვიტა შემოწმებინა თუ რა იყო. აიღო ფანარი, ვიდეო კამერა და ტყის დათვალიერება დაიწყო. აი ამის ადგილას ხოლმე მოტყები ნახალი. მათ ამალოგანად გეთამაშეს. არა. საინტერესოა, რა არსება იყო, რომელიც ასეთ შემზარავ ხმას გამოსცემდა. როგორც ვიდეოში ხედავთ, ეს არსება ხის უკან იმალება და შეხედულობით მოგაგუებია. საინტერესოა, რა არსება იყო, რომელიც ასეთ ეს ვინ არის? ხალია თუ ბიჭი, რა ვიცი, მაგას თამაზე ვერ ხედავ ვერაფერს. და მეორე კიდე მე მგონი მაიკა არაცვია, რა ვიცი, ესე ვხედავ და ხის უკან ნეგო ვიცი რომ იმალება. ეს ნამდვილად ამოსული არსება თუ კარგად დადგმული სცენარი. თქვენი აზრი აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. მე მგონი ხალი იყო. ორი მეგობარი მოტოციკლეთით გადაადგილდებოდა ტყის ბილიკზე. ერთ მომენტში მოხდა პატარა ინციდენტი, რა დროსაც მოტოციკლეთის მაკინაღამ თავი დაკარგა. მან ბოლო მომენტში დაინახა ხეებს შორის გაჭიმული წვრილი ტროსი. მამაკაც ძალიან გაუმართლა, რომ დროულად დაინახა, რადგან მსგავს ტროსს თავისუფლად შეეძლო თავის მოჭრა. საინტერესოა, ვინაა ის ავადმყოფი, ვინც მსგავსი ხაფანგი დააგო. მეგობრებმა რაღაც მომენტში გადაწყვიტეს, რომ ტყეში დამარული იყვნენ და ენახათ ის ადამიანი, ვინც ეს ხაფანგი დააგო. მაგრამ საბოლოოდ უბრალოდ მოხსნეს მეტალის ტროსი თან წაიღეს, რათა რაც შეიძლება შორს გადაიდოთ ამ ადგილიდან. რა გადარჩა? შემდეგი ვიდეო გამოქვეყნდა 2016 წელს. კრისი ველოსიპედით გადავიდა ნაციონალურ პარკში, რა დროსაც მაღალი ბალახები და მთის ლომი აედევნა. როგორც ცნობილია, მთის ლომებს უყვართ მსხვერპლზე ადევნება, სანამ თავს დაესხმებიან. ამ ვიდეოში ხედავთ მამაც კრისს, რომელიც მთელი ძალით ცდილობს შეიკავოს ემოცია. ის ისე იქცევა, რომ საშიშად არაფერი ხდებოდეს. ვიდეოში მამაკაცი დგას შუაგულ მინდორში, ხოლო მის გარშემო ტყეა. გასაქცევი უბრალოდ არსადაა და რომს გაიქცეს დარწმუნებული ვარ შორს წასვლას ვერ შეძლებს. ლომი იმდენად კარგად ინიღბება, რომ ვიდეოს დასაწყისში მისი დანახვა თითქმის შეუძლებელია. მაგრამ რამოდენიმე წუთის შემდეგ ნელა-ნელა გამოდის ბალახებიდან. ის გამომძრეულად დგას და დაჟინებული მზერით უყურებს მამაკაცს. კრისი ცდილობს ხშირად ელაპარაკოს ლომს და ეუბნება, რომ ზომით ის ორჯერ დიდია. მაგრამ როგორც ხვდებით, ცხოველს სულ არ ადარდებს მისი ზომა.
რაღაც მომენტში კრისი უყურის ლომს და თავიდან მოიშიშს, მაგრამ ლომი არ ეშვება. I'm much bigger than you. ვერ იგებს უბრალოდ. კარი უნდა გავუღო მანთან. I'm way bigger than you. Go! საბოლოოდ მამაკაცმა დაუყირა, რომ მისი არეშინია, რის შემდეგაც ლომა უკან დაიხია. ოკეი. გაუმართლა იმ კაცს. დილან ანდერსონი იმყოფებოდა მისი მეგობრის სახლის უკან აეზოში. სახლის უკან არის უღრანი ტყე, სადაც უამრავი ცხოველი ბინადრობს. მაგრამ იმ საღამოს დილანმა გაიგო ისეთი არსების ხმა, რომელსაც ვერც ერთი ცხოველი ხმას ვერ შეადარებთ. უღრან ტყეში ცხოვრობს ადამიანი გამარჯვებული. უღრან ტყეში. And ესა did you just fucking hear that? That was fucking it. ეს უღრანის ბრალია ჩემო. Fuck this amount. Fuck this. საინტერესოა, რა არსება იმალება ამ უღრან ტყეში. თქვენი აზრი აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. თუ კარგად აკვირდებით, ერთ მომენტში შეგიძლიათ დაინახოთ სინათლე, რომელიც ხის თოვზე ჩანს. ყველაფერი ხდება. თითქოს ხიდან რაღაც არსება ხდება. თუნდა სახლი გონდეს მოხდება რაღაცა იმერა. სმოჩი, მე რატო უნდა ცხოვრობს? ვერ ხვდებიან უბრალოდ. მამაკაცი ტოვებს სოფელს, სადაც არც ისე დიდი ხნის წინ ტროპიკული წვიმა იყო. ვიდეოში ის ტელეფონზე საუბრობს და დაღმართზე ეშვება, რა დროსაც დებულ მდინარეს უახლოვდება. მან დროულად ამოხუჭება ვერ შეძლო და პირდაპირ მდინარის შუაგულში აღმოჩნდა. Yeah, I've just crashed into a river, dude. What's with this? My car is just gone, dude. I'm in a river. I'm The water's coming into my car. See ya. რეალურად ეს სიტუაცია გაცილებით საშიშია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ადიდებული მდინარეს მარტივად შეუძლია მანქანის დიდ მანძილზე წაღება. მაგრამ საბედნიეროდ მამაკაცს გაუმართლა და მისი მანქანა პირველივე ხეს წამოვიდო. მან შეძლო მანქანის ფანჯრიდან გამოსვლა და დახმარებას მანქანის სახურავზე დაელოდა. საბოლოოდ მას საჰაერო მაშულები დაეხმარნენ. ძებოდო. ერთ დღეს მამაკაცი თავის სახლთან ერთად ტყეში შეირნობდა, რა დროსაც ნახა პატარა წყლიცავსე გუბე და მივიდა მის სანახავად. მამაკაცი ელოდა, რომ წყალში პატარა თევზებს დაინახავდა, მაგრამ რეალურად სულ სხვა რამ დაინახა. ხო, სხვა რაღაც დაინახა, თავი დაიჭერა და ჩააყופი. ეს რა არის ძმა? საინტერესოა, ეს რაიმე უცხოპლანეტური წარმონაქმნია, თუ მეცნიერებისთვის დღემდე უცნობი წყალქვეშა ფენომენი. ამ ადგილის გარშემო ყინულის ზომა 20 სანტიმეტრამდე აღწევდა, თუმცა წარმონაქმნის თავზე ისეთი შეგრძნება იყო, რომ თითქოს ყინულით ნებოდა. კომენტარებში აუცილებლად დაწერეთ, რას ფიქრობთ ამ მოვლენასთან დაკავშირებით. ნუ არ ვიცი, ჩემს მაი არ მინახავს პირველად რა ვიცი. ეხა ხედავ ზუსტად. ცხოვრებაში აი ეგსად უნდა მენახა ჩემი კაი. ხიან ტყეში მე არ ვიყავ მაგას ნახავ ჩემი და გადიდა. გამომიწერეთ თქვენ მეგობრებო. ამით ვიდეო დასასრულს მიუახლოვდეთ. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარისხი. კაი, დასასრულს ახლა გამოგრჩებათ მორიგის. Carla, you want to start? კაი, მოგეთ. Hi, ვაწუხ I'm Carla. ჩემი ვიდეო ეხა უკვე. I want a hair salon. თუ ზომბია კაი. ანუ ეხა 9 წუთი გავიდა და მოდი ერთ ვიდეოსაც ჩავთავ, ერთ ვიდეოს. და ამით დავასრულებთ ვიდეოს და დღეს გადავიღებ კიდე Minecraft-ს. მოემზადეთ. მოვედით და რა ვიცი, ეს ვიდეო ვიპოვე 9 საათში ვიდეო, მარტო არ უნდა უყურო და რა ვიცი. მარტო არ ვარ ოთახში. არ მეშინა მაინც დილა არის. კაი, დავიწყეთ, გამომწერთ. Takes us back to May 5th, 2024. This lady's grandson installed a security camera in their bedroom so he could monitor his sick grandmother. This particular night, he took her to her bed and sat her down. Then he leaves the bedroom as she starts falling asleep.
He's asleep in another bedroom, and around midnight, he hears some weird noises, but assumes it's nothing and goes back to sleep. Then in the morning, he watched the footage back, and this is what he found. Then, days later, he started hearing strange noises again. He went to investigate and saw nothing. So, he went back to bed. When he watched the footage back, this is what he saw. What the fuck is this? This is one of those videos that'll keep you up at night. For a little backstory, the original poster is named Brandy. She lives with her husband and daughter in a 2-bedroom apartment. At 2 a.m. lights were flickering. Brandy thought it was her daughter still awake, and that she was the reason for the flickering lights. But it wasn't her. Her daughter was fast asleep. In the morning, Brandy watched the footage back, and wow, it captured what looks like a ghostly figure. The camera even detects it as a human and focuses on it. Truly concerning. This video, on the 29th of April, around midday, the man in the video, Dustin, ordered DoorDash. It was taking a long time to arrive, and he kept hearing strange noises from outside. Assuming this might be his DoorDash driver, he looked outside and saw this figure. He immediately ran away, as he was freaked out by whatever this thing is. Then it starts knocking on his door, so he locked himself in his bathroom. He explains there's no one in the house with him. He's alone. So creepy. This creepy video went viral and left people with many unanswered questions. It's 2:45 a.m. and a night drive just like any other. Until it wasn't. A man is suddenly seen in the road, so the driver slows down in panic. He isn't sure what's going on. Shortly after, a weird, creepy-looking figure emerges in the road. Who is this? I got you, I got this. Not only are the sounds frightening, but the way this thing moves is incredibly unnatural. Is this a skinwalker? What the hell is this thing? This next video is about a haunted guitar. Lots of unexplainable strange things started happening as soon as he bought this strange vintage guitar at a garage sale from an old lady down the street. He's played the guitar many times, and every single time something strange happens. Things falling over, weird sounds in the distance, lights flickering, as if it's haunted. I've never had an issue with ghosts or any weird, unexplainable stuff in my house, but I bought a guitar the other week at a garage sale from this old lady down the street. Every time I pick it up or strum it or play it, really weird shit happens, and I'll show you. That is some Lotus, like very 80s looking guitar, and every time I strum, like that, shit like that happens every time I mess with this thing. Like that. So that's already freaky enough, and if it were me, I would get rid of that guitar fast. This is enough of a warning already. Fast forward to this year.
he made an update video about the creepy guitar. He has played the guitar a whole lot more and seems to think it trusts him, yet spooky things are still happening when he plays it. I've never had an issue with ghosts or any weird or unexplainable. Haunted guitar from garage sale update. It trusts me now. Still WTF. What do you think about this? I still think he should rid of it fast. Haunted things cannot be trusted. I don't think there are any exceptions when something is truly haunted. This is one of the creepiest deer encounters I've ever seen. This thing looks exactly like a skinwalker. The original poster heard strange noises and saw movement outside her home. Bear in mind, this was at 3 a.m. She decided to open the front door, and what was there? This creepy-looking thing. Personally, at 3 a.m., I would not be opening my door, especially not to this thing. Moving on. This one is extremely creepy. Darren, the poster of this video, moved to a new home in late August of 2023. He successfully moved all of his belongings into the new home and sets off to go to sleep in an upstairs bedroom. But suddenly, he hears strange grunting noises coming from the basement. Intrigued and scared, he went to the basement. What he found was a guy standing there, barely moving. He tried to communicate with him, but he didn't respond. He seemed possessed. His eyes were pure white. Then suddenly, the possessed guy started moving. This next video is extremely bizarre. This house was built back in 1954, and unfortunately, many people have died in this home since its creation. A guy came over to install Wi-Fi. While doing so, he became startled, hearing the sound of breathing and moaning, as if someone was in the room with him. But he was alone. The whole house was empty. If you can't hear it, turn your volume up and closely listen. Here's the video with the audio enhanced. A man named Chase, along with his wife, stay at the wife's grandparents' house. During the night, they are suddenly woken up. Lights flicker, and the sound of doors opening and closing and repeated. They are alone in this house. It's just the two of them. So who or what is doing this? Me and my wife were staying at her grandpa's house that he recently passed away in. How you doing? You okay? We kept hearing the bedroom door trying to open. So, we were just going to bed and we're not... Fast forward minutes later, they went to investigate, but they found nothing. Yet the door noises continued. They even got faster, as if something was warning them to get out. Thankfully, they listened. Like, we literally had to put the bag up against the door. We're not sure. We weren't going to stay here anymore because it got worse. It was time to go. This is trying to video. Our first video is pretty damn. This is დათვი აღარ გვინდა. დათვები ვიცით რომ საშიშები არიან. მამაშვილი ლაიქიო.
თქვენს უნდა გამომიწეროთ, რა თქმა უნდა, და ლაიქოთ ვიდეო. და ასე რომ, რა ვიცი. ხო რა, გამომიწერეთ რა და ლაიქეთ ვიდეო და რა ვიცი. ეს იყო ჩვენი ორი ვიდეო. რაც დღეს ვუყურეთ საშებს. ამიტომაც რა ვიცი, გამომიწერეთ და აბა GG-ს კარგად იყავით. GG-ს რა თამაში არც იყო. კაი, აბა კარგად.